ეჩერა მოგიწ ეჩერა ეთერ შენ არ უნდა დამოდი ხარ იქ გაი არ უნდა გაი არ გამოვია რო გათვალ რო დამიჯექ ადემჯო ამაყო გავაკრა თავისი მოდი მოგიო უთხარი რაღაცა ეტე რა მომ რაკიდა რო დაფისკი გადადი ახლა დედადი ბატონებო, წარმოგიდგენთ დიზაინერ ბაკურ გვასალაშვილის შემოდგომა გაზაფხულის კოლექციას. გაგია. ტრაილერის ბრძოლებისთვის ზმანებია მართლა შოკი. მათ მუდამ თან უნდა ჰქონდეთ ზაპასკა და მყარი თოკი. ეს ქეჟუალი სამოსი კომფორტის თვინ გათვლილია. მანქანაში გახდა ჩაცმა, ეგრე უფრო ადვილია. ვა, კენდო! გენაცვალოსდედა! დააკვირდით ამ ტანსაცმელს, მებაღისთვის პრაქტიკული. ერთ ჯიბეში ჩითილები, მეორეში კიდევ ფული. ეს წვივზე ამოსაცმელი, დააკვირდით არ გამოგრჩეთ. დიდი მოდის აღმოჩენა, თან სიცხისგან იცავს კოჭებს. ნანუ რა ვიცი საკრობა. გაბიღა. ქალს კარგი ჩაცმა უხდება. გაცილებით ლამაზია. ასეთ საღამოს კაბაში წარმოგვიდგა უქმრო მზია. აბა ეს რა დეტალია? თუ იკითხავთ რა დარისთვის? ხელში პაწაწინა ჩანთა არის ფერუ მარილისთვის. არიო რა ნორდები და ხარგატყობია თუკი სპორტული სამოსი, ნატურა იყო შორეული. დღეს ბაკურთან შეგიძლიათ შეიძინოთ ორეული. ყოველდღიურად კარგია. თან დაგიცავთ, იცით რისგან? გაქცევა რომ მოგიწიოთ უცაბედად მევალისგან. ექიმს ძალიან უხდება. თეთრი ხალათი და შპრიცი. ეს ის შემთხვევა არ არის, მაპატიეთ თვითონ ვიცი. ჩვენს შეკერილ სამოსზე დახარისხზე პასუხს ვაგებთ. ციო, აქეთ წამობრძანდი. აქეთ, ციო! ციო, აქეთ! ესეც თამადის კოსტუმი. დეტალებს ზუსტად ჩამოვთვლი. ერთ ჯიბეში უდევს ყანწი, მეორეში ღვინის ბოთლი. ორი უკან რომ მოხვება, სამუშაოს უადვილებს. კადრში ხედავთ მერიქიფეს და თამადის მოადგილეს. მიხო შეგენაცვალე. მიხო დღე დავლიოთ მიხო მიხო რას მორნანარე ბიჭო რა დიდარი მოდაში ვიცი შემოსვლა დადებული აგურია. ამ ყველაფრის შემოქმედი გვასალანთ ბაკურია. ბაგურა, ბაგურ. ჯიგარი ხარ, ბაგურ, მაგალდე.
ქვეყანა მაგ დამყარ მამა. მოიცეკა თუ რასაც აიყვანა. გადი და შენ. აბა დილის მადლი შეგვეციოი ой დედამოა ბეშევიკია თუ მოდები ჩვენება კარგი გენაცვალე ხოშიანი მაგრამ აი მეორე განყოფილება რო იყო ეგეთი რა ვიცი რა ვიცი მაგიტომაც ჩერტე შენა რომ მე გეკეიფა და გამამტყურალიყავი ახლა შეხასიათს მასწავლი ეასამ ქალო შენა რა საქმეა ჩევერთე ეხლა ჩემი ეს მოდები ჩვენება და აი მოდელება და მთელი ამავე ჩემი ობია გენაცვალე მაგრამ კი არა პირდაპირ აი ჩემი საქამია რა ხო მაგრამ აი მე კი ამოვიღამე თვალები იმ ტანსაცმლის კერვითა და რო არ გაიყიდოს არა მოკლა მიცოდე მე რა თქმა ვერ გავიგე მოსაკრავი თუ აბაკურა უნდა ჩააძაღლო გენა სხვათა შორის მეს დაგეხმარები ან რაგან ერვიულებს მოვაგაცებასაც წავა გაიყიდება ვეიმე ციო გაკერი ციო შენ როგორი გამოგოგმანდა იჩენე ეხლაც მეცინება რომ ახსენდება შენ ეხლა ეგრე არა თქვა ეხლა ბაკურამ გააუბედურა თორე ზემოთ უბაში ბრიჯით მარტო სეზახდნენ ახალგაზრდობაში მაგათა ხარა ეგრეა საქმე ერაცვალი ო რა ვიცი იცინე შენ და მართლა кайკი გამოგვივიდა ხო გამოგივიდათ არა ისა ნეგეთი სუსტი პაკასი ბულგარეთის ფეშენ ვიგზეც არ მინახავს თიტყუები ეხლა რა სამერა ბულგარეთის ფეშენ ვიგზე ნაყოფიც არ აღარ ას გვატყუე პაკაში ეცაუდა მაგიტომაც ამბობს არა დედა ეგ შენა გგონია რომ ნამყოფი არა გაგლამ ხალის საიდუმლოებებმა ბიჭო აღარ შამილია შენ არა ვენერას პეიზის და ხალიც რო აღმოჩნდი არც ეგ არ გამიკვირდება ვენერას პეიზი ვიღა ბიჭო აი დედამო აი რო არიცი მაგაი გეუნები შენა 1 მილიარდი აი ეგრე სპენსერაშვილი ყოფილა გვარათა და ეგრე გადამოუკეთებია ვიცი არ ვიცი მე კი ძალიან მეწონა ეს ჩვენება მაგრამ გული დამწყდა იმაზე რომ მე არ გავამიყვანე კაცო პოდიუმზე რასი და გარო შენა იზ შენა ეხლა კულინარიული ჩვენებები რო იქნება იქ გამოკიან გავხინი და ხელში და ხახვიდა და გაევლი და გამაევლი რა როგორ გიდა აი მე მაგასა ბაკურას არ ვაპატიებ რომ ჩემ ბიჭა ის ზაპასკა რომ მოჰკიდა ზურგზე რა იყო ესე ვითომა ბაკურა ხელოვანი კაცია და სხვანაირი ხედვა აქვს დედა ხელოვანი კი არ არის აფერისტია ეგა მაგასა სმაჭამა უნდოდა და მაიგონა ეს რაღაცა მოგრეთ ამი არ ვიცი რა ეხლა მე წაველი ეგე ბოლოჭიკაი დავარტყამ როგორ მიყურებ რა იყო ანაშიძე ხარ აი დედამოა მე გავალ და ვინჩევდა სუდი რამე თქვა როგორც ვამთავრებ ხოლმე იგივე ტექსტი შეინცი დედიჯან წაველი ჭირი გეცეს შენახა აი ბიჭო რა გემრიელი კალბასია ნანო რა ხელი გაქვს შენ გინათვალე შენა კომპლიმენტ რო გეუბნები არ უნდა გიხაროდეს კალბასი რო გემრიელია რა თუნდა ვიხაროდეს ვერ გავიგე ჩემი გაკეთებულია ვერ ახარ შენა ცოტა კარგად არა სადღაცა მართალი ხარ მაგრამ ხორცე მოსკაცო ცუდი კალბასები და კარგი კალბასები შენა კარგი კალბასია გირჩევია მე გემრიელი კალბასის დედაც ვატირე და შენი კიდენა ზემოდან რა რა იყო რასაც ძაღლდი რა სავძაღლდი ბაკურას მოდების ჩვენებაზე მე რა თარ გამიყვანე უი გინდოდა რას ქვია მინდოდა შენა გინდოდა და მე არ მინდოდა რა რითა ხარ ჩემზე უკეთესი ერთი ვიცოდე რა ამასურე და მერტყებინა მეცა ჩემნაირი სილამაზე და დაგიყვანდი შენცა რა სილამაზე ბიჭო
ძირ გავარდი ბოცასა გამხარ. ეგას შენი ოინებია რა. ჩემი ოინები კი არა ის და კიდე. ციო უნდა გამოსულიყო პოდიუმზე და მელიტრიანი ბანკები მერეცხა. ერეცხა არა ისა კიდე. მე აფსუს სილამაზის კონკურსში ტექნიკუმის პირველობა მაქვს მოგებული თავის დროზე. მის მსუბუქი მრეწველობის დედოფალი გავხდი აბრეშუმის ჭის ფაკულტეტის მიმართულებითა. მოიცად ხალო მოკლე გაბაგესო შენა აღარ დაგინახო ჩემ თვალება ჩაალაგე და წაგედა დროზე. აი დანასა ხო ხედა მარა. მაშინ მე ჩავალაგებ და მე წავალ და ჩემ თვალება არ დაგინახო სამადრიეში. გაიგე შენა დამანებე თავი ოღონდ აი დროზე იწოდე მომალდა ერთი არ დავხდე მანდა რა. დამანებე თავი. კარგი ბიჭო რა იყო რა საზამო იხარა. დამარი მე შეტავი. დავიღალე ბიჭო აი მცომის ელვით რა ჩამწყდა ხელები. ხო და გამოდი აქეთ. მოდი აბა მოდი. გამოდი აქეთ. რა გინდა კაცო რა გინდა. რა მინდა და ისეთ ხასიათზე ვარ ხო? ამ თომცა და კეთილი სულთან დამოლამდე. იგა გაბრაზა ბიჭო მითხარი და გაუხეთქავ თავსა ო. ხაჩო მე ბიჭო. მაგის პა შეიძლება ხალზე? ვინ ქალზე? სიაზე ხარ გაბრაზებული. ხო. როგორ დადიოდა პოდიუმზე ვერ ხედავდი? როგორ პროფესიონალად დადიოდა? კარგი ბიჭო როგორ ვერავ ხედავდი. ზიასთვის რო არ შემეხედა, სხვავისთვის უნდა შემეხედა. კარგი ბიჭო ლამაზად ეცვა მეთქი და როგორ არ უყურებდი ეგ უნდა მეთქვა ხო? რა იყო მოგეო? ეჭვიანო? კი არ მეჭვიანო. ვაიშა იეჭვი შემეპარა მე რაღაცეებში გამიგე? რაში შეგეპარა მაინც აბა? საიდან იცოდი შენ ასე პროფესიონალი სიარული პოდიუმის მითხარი? კარგი ბიჭო კარგი რა უნდა მაგასა მაიცა? აი ეგრე აი ვითომ გეფსიო და აი ეგრე გამაივლი აი ეგრე დატრიადები ერთი სამჯერ ეგრე გამაივლი კარგი ბიჭო რა იყო მაგაზე როგორ ჩხუბობ ბიჭო გამეცი პასუხი შეგელაპარაკები მე საიდან იცოდი ეს პროფესიონალი სიარული პოდიუმის გელოდები დეტა ერთი რა წაიხეთვინი ბიჭო რა ცოდნა უნდა მაგას ჰა აბა შესავით ხო არ გავაბოტებდი იქ აი ნახის ჩამოჩენილი ბუღასავით რას მეუბნები გოგო მითხარი მე გავდიოდი როგორ იცი როგორც ჭეშმარიტ კაცს ეკადრება პოდიუმზე სადა პოდიუმზე ხო ო რა იყო ბიჭო ნამდვილი მამაკაცები პოდიუმზე ეგრე დადიან ეგრე არ ამზიაო რა ჩობდე შენ და მიხედე მაქს ცობს კაცურად უგური ამას რა ვიცი ნეტა რა მალაპარაკებს მამატკებია ხოლმე ისევ მე რა წამყვანი მე ვიყავი ხო იცი? რა გენაღლებათ იშრიალეთ პოდიუმზე წინ და უკანა შენანანუ ლალაგე ოფისები აფსუს რაიკომის მდივნის ნათლულო მერე ყველაფერი ჩემი ბრალია რა აი ეგრე ყველასა რო ველოლი ავები აბა რა გინდათ აბა რა მოგართვათ მეტის ღირსი ვარ რა დამიფასდა ანა ვის დაუფასდა კაკოყა ჩახსა დათა თუთაშხიასა თუ ჩაკნორისა ნანუ, ერთხელ არ შეიძლება აიგრე მოხდეს, რომ ჩვენი სამსახურები არ გადაიკვეთოს. რა ვიცი, აბა ეთყობა ღმერთსა ეგრე უნდა. ქალო, შენა დირექტორმა რა გითხრა, რომ სანამ სტაფი მოვაო, მანამდე უნდა დაალაგო ოთახებიო. მერე ქალო როდის დახვედრია დაულაგებელი ერთი. მეც სტაფი ვარ, ნანუ. სტაფი მეცა ვარ თუ ეგრეა, მაგრამ ოთახიც არა მაქვს ჩემი. სადმე ყო უნდა წავიდია რა. სახლში უნდა წახვიდე, ნანუ, სახლში. სანამ თანამშრომლები მოვლენ, უნდა დაალაგო და მერე უნდა წახვიდე, ყოლას უნდა მიხედო. ყოლას არა მიხედვა უნდა რა, გამიბოზდება. ნანუ, საქმე მაქვს და ხელს მიშლი მეთქი აქა. პოდიუმზე რო დგახარ მიკროფონითა, მაშინა ფეხი არ გეჭლება? აწი ახლა ფეხები უნდა გამოვგაო. აი მე როგორ გავაგდებინო ეს დირექტორს რა, ჩემი მოყვანილი მაინც არ იყო. რიფსიძახი ქალიშია. შენა მართლა ხო არ გინდა ახლა ავიდე უფროსთანა და უთხრა ეკა მთელი დღე უსაქმურობისგანა რომ ზიხარ და რაღაცა კუბიკებს აწყობ. რა კუბიკებს ვაწყობ? ქალო, ეგ არის სასტუმროს ჯავშნები. 30 კაციან მალდივების ჯგუფზე ვანაწილებ.
რა ვიცი მე, ყველასაც ზუსტად ეგეთი თამაში ქონდა ტელეფონში, მაგრამ ხელფას არავინ არ უხდიდა მაგაში. ეგ არის ტეტრისი, ნანუ და ეს კიდე ჯავშნების პროგრამაა. მე არ ვიცი მე ეგ რა არის. აი რომ მორჩები მაგ რაღაცეებსა, დადექი და შენ თვითონ გამოხვედე რა. მე ნო მივალ გამოვიდა ამიდები. ჩავით მე მოკლემ გავია ნასკებსა მაგი დედაცვატირე მაგის. დაახსა უკვე ისევა არა. აქ უნდა ხდებოდეთ ბიჭო ერთმანეთსა. მუშაკაცის მეტი რომ დაიწვას. აბა ბიჭო ეგ თქვი შენ. რა იყო შენ სათმედი ხარ ეგრე ხალისიანად სამუშაოზე? ერობო ათოქსა და ბასა მამგონი. ხო შეიძლება ბიჭო ერთხელ დილით ავდგე. ხო და დავწვდა და ვიზინო ისევა. აბა ბიჭო ეგ თქვი შენ. მეც იგრე მეზარება ეხლა კავკაზუსში წასვლა. არადას უყველაფერი გამზადებული მაქვს, დატოვებული მაქვს სტუმრებით. ბოლო ერთხელ თვითონ მიხედონ არ შეიძლება. შეიძლება ხო. იგრე შავხრებამ და ეხლა შემოსხინკალ კაცი. ნუ აბოფაიცა ბიჭო რა დამახსოვდეს ყვა. მაგი დედავატირე ამ ხელაკაცა აჯამსანდალიანი პურები გამაძღობდა კაცო. ხო და მაითა წამოდა წავიდეთ ჩამოში მაგი. მიდა მაგრამ ნანულა აყვირდება და უნდა მამაკოლე ინოს თავი მაგარა რა. შენი თუ თავისი. თავისი. ისე ძალიან კაცრი ხარ შენა და იცოდე ცოდუა ეკალი ეგრეც არ შეიძლება ყოლა დაუნდობელი ვარ მე დაუნდობელი წავედი კაცო მეჩქარება მე უნდა წავიდე მამის მინე ხინკალზე უარის თქმა ეს იგივეა რომ ქართველობაზე თქვა უარი ქართველ იდენტობაზე თქვა უარი და დაკარგო შენი საგანძური რაც გაგაჩნია ბიჭო კი ვერ გავიგე რა მითხარი მაგრამ დამაყარა დამბურძგლასულა მაგი დედავატირე ძამო მაგი დედავატირე მუშაობას არ საკი დედა რა გაგიმზადო აბა რა შეშჭა მე მიხოს რაც არ უყარს ის გაამზადე ჩემთვისაც სულ ერთია ნუ აღარ მოიბეზრდა რა ამ ქალს მოკლედ ვაი მე შენ მიხო ვერ მაიბეზრე და ჩემი გიკვირს მიდი დედა გენაცვალოზე ყავა მამიდუღე რაღაცა დღესა უენერგიოთა ვარ აღარ დაგჭირდება ყავის მოდუღება ენერგიისთვის იგე ციომ დარეკა რომ მოვდივარო და ის მოგიყვანს ენერგიას მე ვერ მოვიშორე ქალი თავიდანა რა უნდა უნდოდეს მოვა ეხლა და დაჯდება და დაიწყებს იგე ჩემის თანახმარი ნეტა ვისაყავსო ამ რაიონშიო არ არის მეორე ეგეთიო მიდი შვილო ჩემი ლურჯიკაბა გამამიტანე უნდა წავიდე სად მისდიხარ ქალო ვაი მე უნდა წავიდე სადმე შორცაი ლაგოდეხში ახმეტაში თათუშეთში რომ მაგისი ხმა ვერ გავიგო იქა გვიანია უკვე აჰა მოდი ციო მოდი აბა როგორ ახართ? ყავა უნდა დავლიოთო? მეც მამიდუღე რა ამარო. როგორ ახარ მეთქი ციო, როგორ ახარ ბაკურას ფეშენ მიკმა ხო არ დაგღალა? სამი ყოფზი ჩამიყარე მეტი არ მინდა. აბა ჩემი ბაკურას მოდების ჩვენება მოგეწონა როგორი იყო? ვიცოდი ეთერ რომ მოგეწონებოდა ჯერ სადახარ აი გაუზარდო ბაკურას ათმები მერე ჩავაცვა ეგეთი განიერი შარვალი აი მერე ნახეთ თქვენა დაისა და თმების გავს და რაღაც უნდა გო რა ვიცი დიზაინერებს ეგრე არა აქვთ ხოლმე იმათა ლამაზი ცოლებიც ახავთ მარო შენ ამასა ყავაში რამდენ შაქარს უყრი ხოლმე? ორსა. გეხვეწები რა, აი ჩემი ხათრითა. ერთი კიდე დაუმატე. იქნება ენის სიმწარე გაუქროს. ამასა. ვაჰ, კაცო, რამდენი დრო კი არა, მაგრამ გამაიტანე ბიჭო ხინკალი თუ გამოგაქ რა. დრო ცოტა გექნება შენა. როდის დაგატყდება ნანულა თავზე კაც მარიცი. აბა ბუჯუ აბა. მაგაცინებს ბიჭო შენა, ხო გეტან დაეძინა იმასა, გამაიტანე ხინკალი მიდი. კარგი ბიჭო, შენ რაღა მოგივიდა და თუ მიხინკლი ჭამაგინდა, ეგე მოხეულები აწვია და კლაპებ რმაჭუკივით. შენა ბიჭო, ჩემსკენა ხარ თუ იმეკენა, მე ვარ სიმართლისკენა და კარგად მოხარშული ხინკლისკენა.
მოგერო. ხო. მოდი სანამ ხინკალი მოვა თვითონ დავკრათ რა. არა თედოს ვენაცვალე. საქმეები მაგმეწიე და ვედავლე დღეს და გამიგეთ ახლა რა მოგივიდა. ო, მზია განაგებს აკა. მზია და ლეილი რა თუ შეიძლება ცოტაა. არ უნდა და არასვამს. ხო. თქვენს კიდე რას გადაეკიდეთ აი ხინკალსა ბიჭო, ჰა? ეგე როგორი პიცა მაქვს 4 ყველისა, კარბონარა, კიდე ტირამისუ, ჰა? ეს პირველი ვიცი რაც არის, მაგრამ უნამუსო და ისინი რა არის, ჰა? მე შენ კიდე რო არაფერი არ იცი ქვეყანაზე და იმ ბადრიჯანსა რო არ გაგაცილა იმ შენმა ცოლმა რა. მე არ უნდა იცოდე ბიჭო ესენი? მე რა ვიცი კაცო. ჰა, თედო გამოვიტანო. არა, იყო მზიაო. მაინც ჯერ ხინკლი დავიწყებთ და მე და გავაგზავნებთ ნაბოლარათი თუ რა იქია. ო, რა ვიგრე. კარბონარა ჰქვია. აი, ხო, რავი რაც არის. რაც არის, ხო, გამაიტანე ბიჭო სადახარ ამდენი ხანი, ჰა. ეგ ნანუ რაც მოყვა. აი მე. რასაკეთე ბიჭო? რა მე საკარმა დაუმერა, კიგინებში ვიყავი და ჩემო მაგნუაკა, ხო? ხო და შეგავდებ ახლა ისე ბოსტაში გააგდიფე. მოიტარა და კი მაიცა ბიჭო შენა. ჯურაგი და ახლა შტურმი ავტე ხო აქა და ამის არაფერს სარება და გავხადო შამო. კოლა. ალდაბო შენი ჭილიმე გაყევი ახლა დროზე. გაყევი დროზე. აი, მიდი აბა მიდი, მისცხე. ხო და გაგვიმართოს რა. კიჟია, კიჟი. აია. ისე ციო, შენც როგორ გიხდებოდა გო ექიმის ფორმა? ო, ბაკურაც ეგრე მეტყვის ხოლმე. აი უწამლოდ იცი ჩემი მორჩენა ჩემო ექიმო. დაუძახე შენ მაგას ბაკურა და როგორი რომანტიკოსი კი ყოფილა. შემოქმედებითი ნატურა. დედა, შენ მგონი სადღაც აპირებდი წასვლას, არა? არსადაც არ მივდივარ. აქაც ძალიან კარგად ვერთობი. გამარჯობა ხალხო. როგორ ვახართ? მე ვერა ვარ, კარგათა ნერვები მაქვს მოშლილი. უი, მე დაიცა გო, რა ერთნაირად მოგვაყარე. აკიდენე როდის იყო ნეტა რომ ნერვე მოშლილი არ იყავი ხოლმე. ქალო, აი შენი შვილია რა, ძალიან ამიშლის ნერვებსა. იქ აკეტაურში და მე მგონი მაგასაც ცოტა გაზრდა აკალი. იცი რა გითხრა? შენ გაკლია გაზრდა. თავი დაანებე ჩემ შვილიშვილსა. ორი ციგნი არა გაქვს წაკითხული. არც შენა და არც შენ ქმარსა. რა იყო? რათა ჩხუბობთ? რა მინდაო ნანულა მამარო? შენა კიდე ქალო, იმ შექმარსა კითხე ერთი, ჩემზე უკეთესი და ლამაზი ვინ გამაიყვანა იმ პოდიუმზე, ჰა? ეგრია ნანუ გენაცვალე ეგრია ლამაზი უნდა იყოს გამომსვლელიო. იცი როგორ მკაცრთა ქონდა გაწერილი ბაკურასა თავის მოთხოვნაში? მაშ აჰა, სილამაზითაც დაიჩაგრე ნანუ. რა მინდა ქალო თქვა რომ შენა ჩემზე ლამაზი ხარ, ჰა? ანა კიდე შენ ანა კიდე ეთერ გამაგებინე ქალო ვინ იყო იქა ჩემზე ლამაზი იმ გამოსვლებიდან, ჰა? სილამაზე ფარდობითი მცნება. აი მე შენი ნერვების მოშლა მინდა რა. ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. ყოლა მეგონა კაცო ბადრიჯდებს არის წამდა კიდე. შენ ბედოლა შვილთან და შამოში სვამსიქა. რაო? მე თედო შამოშია. აკიო სამსახურში მივდივარო გოგო. აი მე უჩვენებ ახლა მაგასა. დამაცადოს. უყურე შენ ერთი მაგასა. უყურე. რავაწყაინე ახლა ეგეთი რომ ეგრე გავარდა. ვარო, მაგასაც ხო არ უნდა და პოდიუმზე გამოსვლა? ო, უნდოდა. და ახლა ბაკურასაც ემნად გაიქცა. არა, აღარ მინდა, იგი ხო სვა. ო, დალი. მოგერო. ხო. მაინც ამოდოლა ხინკალ მარტო კანუ შამაჭმევდა. ცოტა შენ, ცოტა მე რა, დავიდე გვერდში კაცო. შეგენაცვალე თედო. არ მინდა ბიჭო. ღომი მაქვს ნაჭამი, ღომი და აღარ მინდა. ნეტა ეგე მაგ რაღაცაი რა გაჭმევთ ბიჭო. ან როცა ეჭამთ, ეგრევე რატო არ აღშიუდება თეგეის მიკვისმე. თედორე, რას გეტყვი შენ იცი?
მე ვეხები კახურსი წმინდებს? ხო და შენც ნუ შეეხები ჩემსაც გამიგე? გამთხილებ მე შენ ამაზე. აბა, რას გია ბიჭო, ღომს მე მარტო კი ავჭამ. გვადიბი გვაქვს? გვადიბი გვაქვს? ღომთან ერთად რავს ჭამიცე? კოპატები. ნიგზნიანი ხარჩო. გებჟალია, აბა. კი, მომში და ისი ამ გახსენებოზე ხო იცი. ეგრე რა, შეკაიგაცუშინა, ეგრე რა. მოდი ახლა ამ ჭიქით კიდე. ხო. აბა დაიჭი. მომეცი. შენ საქმე გაუმართ, ხო? ჩემ საქმე გაუმარჯვი და ზიას საქმე გაუმარჯვი კიდე. გაუმარჯოს ნამდვილი. რომელ შენ საქმეს გაუმარჯოს, აბა ერთი მითხარი. ეხლა რო იქ უნდა იყოს სასტუმრო კავკასიაში და მთელი სტუმრები რომ შივრები დატოვე? შენ გული დაიარხეინე მზიაო, გამზადებულია იქა ყველაფერი. ხინკალი დღე არ გავა რამე რო არ მეწყინოები ჯო ჯო შენ მარტო ხინკალი დაინახი აქა გული გამისკდა მე მეგონა ხინკალი და მელაპარაკა თქვენც აქ ხართ როგორ ხართ იმე შენა მამიკუდი შენა შეუსაქმურო აკი სამსახურში მიდივარო რა გინდა დედი მომჩი იქა საქმე და მე თუ მორჩი სახლის გზა არიცი თუ სასმელ საჭმელი გაკლია კაბადობლეთები იხიგალი ერთი ხიგალი აი ამას რომ მიგიკეტავ მე მიყარე კაკალი ვერ გამიგე მე მართლა და მართლა ვისაც ვისი ჯავრია ჩემ შამოსატო ემუქრება ყველა ვერ გამიგე რა არია ვერ გამიგე აი მართლაც რა ეხა თქვენი უსაქმური შვილის გამო ეხლა აქ საქმეს რატომ იჩერებთ მე ჰა შენ კიდევა ცალკე მოგხედავ თედო აბა სახლისკენ კარგი რა დედი კარგი რა დიზაინერებიც თუ სჭამდნენ ხინკალსა, მაგასა ვერ ვიფიქრებდი. რაო? ბატონო ბაკურ, ისე გვაკამოლე ხომ არ გესიამოვნებოდათ ჩიმიჩანგის соусში, ჰა? მაინც დიზაინერი კაცი ბრძანდებით. რა, მაიტა მაგდე. კაი იქნება, მიდი. დიახ, ქალბატონო. კი, ჯავშანი გაკეთებულია, სასტუმროში გელოდებიან. რაო? ნიუ-იორკში არა ხართ? აბა ჰოლივუდში თუ წახვედით თქვენ, იქ ჯავშანი როგორ გადავიტანო? კარგით, აბა რამეს მოვიფიქრებ. აი, მე გამაგიჟებენ რა. ეხლა ესა კიდე რა იყო, რა გინდა? გადამიყვანს შუიდან ბაბოშენი რა. როგორ წვიტლიანი ბალღი იგრე გამამაგდო შამოდან. შამაგდო მარშრუტკაში და წადი იმუშავეო. ხო, იმიტომ რომ ვერ იტანს რომ სვავშენა. მე ვიტან და მაცადოი რა. ერთი ძიას ხალო. აბა ერთი ნახე ვინმე მხوار მომწერა. აი, მე დაიცა ნეტაი შენ რა, მაიცა. აგე? მარტოსული. ოჰო. ვარ მარტო ხელა მასწავლებელი, მზად ვარ ახალი ურთიერთობისთვის. იმედია, ურთიერთობაშიც 10-იანს მიიღებთ. მოვიდა მამაშორე რა. მაგარი რომ რაღაც არ მეეწონო, მე თინა მასწავლებელი ვითულა ჯოხი მიდახულოი ფერდებში. სხვა ნახე ვიღაცა. დაიცა, აბა, აგე სხვა. ვარ მარტო ხელა ქალბატონი, არ ვმუშაობ, ვარ ძირითადად სახლში. არ მიყვარს საჭმელის გაკეთება, სახლის დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა. აი ეს გამოადგება ეთერას. მამა წვიტე თავიდან რა. სახლი ვერ დაულაგებია მაგაი და ეთერათან დაალაგებს ურთიერთობებს. ადე წამო რა, წავიდეთ, ადე წამო რა. აი მე არასო მოდიოდი, არასო მიდიოდი. ჯო, ი რაღაცა რომ აჭამა მზეამა. არა უშამდა რა. აი, რა ერქვა? ჩუნგა-ჩანგა. ჰა? ჩიმიჩანგი ჰქვიაშე ბეცოში. ხო, რავით რაც იყო რა. არა უშავდა, მაგრამ აი ხინკალი მართლა კარგი იყო რა. კაია ხო. ისე ახლა სიამოვნებით გავიმეორებდი. სად არის გოგიტა? სახლშია უკვე. დაიკეტა სამზარეულო კაცო. ხო. რა გაეწყობა, კარგ. მაშინ რითვინაც მოსული ვარ არა, იმაზე მოვილაპარაკოთ, ხო? ჰა? ისა მოგელ ხო აი რა სიტყვი რომ აი აქ შამოში ჩემი კასტუმების გამოფენა გაყიდვა გავაკეთო
აბა რა სიძახით კაცო იგრედაც იკლო კლიენტმა და ეხლა ეგ კოსტუმები რო დავაწყო აქა საერთოდ არავინ აღარ შემოვა არა არ გამავა ბაგაბავი ბატონო ბაკური სუნი აუა ტანსაცმლის ხიგლები სუნი ბიჭო მეც ეგ არ მინდა კაცო ბიჭო ხინკლის სუნი აუა ნეხვისაკო არა ბიჭო თანაც მადის აღამძვრელი ტანსაცმელი ხო უფრო კარგად გაიყიდება არა მე აბა რეებს სიძახის ესა კაცო არ დამანახოთ აქ არავით არის ტანსაცმელი მანხილი გაჩენი გოგო იქნება იმდენს იხდისო მაღაზია გადავაკეთო ჩამოგამიგე გაჩუმდი შეჯე რაო იხდისო რა უნდა გადავიხადე შე ექცან ლაპარაკობა ამოდენა დიზაინერი კაცი აქ რეკლამა იგიკეთებდა გადავიხდი არა მე თანა ბიჭო მე ხო აქ ვიქნები შეკვეთა გავაკეთებ ხინკლისა შემოსავალი არ გეკნება მაგრამ იქნება არ გამოვა ბაგამაი ბაკურის ვენაცვალი არა არ გამოვა ეგაბა არა და თქვენი დეთაც ადი ბიჭო არ გადაგამო კიდე რა მან არ გაცო ხა ლივ გამოხატარი ნანურასა და ეკლავდა აკა სადარი ხინკლები ვაჩა მე შეუტვინო შენა ბიჭო ვის შეგეპეთა კარებში ვერ დაინახე ეგ აქ ხინკალს დაგიტოვებდა ირო ყველაფერი დასწრებას დიღასო ამ სოფელში ჰა მაგრამ არა უშავს ტიტი როკანთ კაი ჩაკოხბილი სუნი გამოდიო და უნდა დავაცხრე ხო და წადი მიდი ბაკური არ მიგასოს იქ წადი მიდი მართალი ხარ ხო ბიჭო მართალი ესეც კაი მუცლის მონა არა ხო ბიჭო ნაცვალი აფენილებსა ოი თონი გამიმართეს რამოდენა წელია აქადგა ბიჭო რა იყო შეშობელ წაღრო შენა მე მეგონა მანქანა მეჯახება მეთქი ბიჭო რა იციგრე ამ დაუგდასიარული კაცო ბიჭო წამო ჩემსანა საჭველი ვჭამოთ მაშინ ხალა მაგჭკუაზე ვარ აჯაფსადას დაუჯდები ეხლა ზუსტად მაშინა შეთავჭამოთ დიდი შატუცული ხაიერი ძარგიცნო ხინა წამო მოიცა ბიჭო მოიცა ნანულა არ იყოს მანდა ვერ შემოვალ მე ეგრე შედი და მე ხო აიცა ბიჭო რა ნანულას რა უნდა შედი რა მოდენა წერია ამას არ დაურიგია ვახუა ბიჭო ვინ ხო კაცო რაგი ახლა ვიდეოს აი თუ პასუხებ და გაიგებ საერთოდ ვერა გადაარო თურქეთშია ბიჭო ეს თამულია უეჭველი გაუვალო მამლუქ როგუასა დიდი ფული შევნა გინდა ფული შევნა ვის არ ვნა ბიჭო ჩამოვა ვიბაზრო გაიგე